მე ვარ თეა დავითაძე, 11 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, მუსიკა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. მე ხატვაზე არ დავდიოდი და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ძირითადად ხატვა YouTube-დან ვისწავლე და ჩემი თაც მიცდია ნახატების დახატვა. ჩემი აზრით ყველაზე ძნელი დასახატი არის პორტრეტი, რადგან უნდა გამოსახო ადამიანის დამახასიათებელი ნიშნები, რითაც გამოჩნდება, რომ ის ადამიანი დახატე და დაამგვანო მას. ჩემი აზრით ყველაზე ადვილი ნატურმორტების ხატვაა. იმიტომ რომ შეგიძლია შენი ფანტაზიაც გამოიყენო, გადაიხატო და ნებისმიერი მხარე შეგიძლია გამოიყენო. ჩემთვის კომფორტულია საღებავებით ხატვა. ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი და არ მიყვარს, არ ვიცი, ყველაფერი მიყვარს ძირითადად. პრეტენზია არც ერთ სფეროზე არ მაქვს. ერთხელ სახლში მოვაწყვე ჩემი ნახატების გამოფენა. ამ გამოფენას ესწრებოდა ჩემი მშობლები და ჩემი უმცროსი და ძმა. მათ ძალიან მოეწონათ ჩემი ნახატები. ძირითადად მე ნატურმორტებს ვხატავდი. ნახატებს არ ვყიდი, რადგან მენანება და მირჩევნია სამახსოვროდ შევინახო. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 40-მდე კარგი ნახატი. აქედან უმეტესი ფაქრით მაქვს შესრულებული. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ მახსენებს ჩემს ბავშვობას, როგორ ხატავდი ბავშვობაში. ბევრი ნახატი მაქვს, რომელიც როდესაც ვაკურდები, ხვდები თუ როგორ გამჯობეს და ჩემი ხატვის ტაქტიკა. ჩემი საყვარელი მხატვარია ვან გოგი, რადგან ძალიან საინტერესო მხატვარია და მისი ნახატებიც ძალიან მომწონს. განსაკუთრებით მომწონს მისი დახატული მზესუმზირები. ცოტა ხანი დავდიოდი ხატვის წრეზე და მე გამოვედი, იმიტომ რომ დრო არ მყოფნიდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ეხარჯება სწავლაში, დაკვრაში, თამაშში, ხატვაში, ხშირად ტელეფონშიც ვარ. მე ასევე მიყვარს მუსიკა და უკვე თითქმის 2 წელია ვარ ჯგუფი ჰანგების წევრი. იქ ვისწავლე ფანდურზე დაკვრა და მღერი ქართულ ხალხურ სიმღერებს. პირველ პერიოდში ყველაზე ძნელი აკორდების აღება იყო და მახსოვრება, უნდა დაგემახსოვრებია. ხანდახან შეუხედავადაც უნდა აგეღო აკორდები, რთული აკორდებიც იყო სწრაფად გადასვლები. ფანდურის გარდა კიდე მინდა ვუკრავდე სალამურზე, რადგან ძალიან საინტერესო საკრავია და ასევე რთული დასაკრავიც არის. ჰანგებში ჩემი მუსიკის მასწავლებელია ეთერ დარჩიძე. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი, იცის როგორ უნდა გაართვას თავი ბავშვებთან და როგორ უნდა ასწავლოს სწორი ტაქტიკით ფანდურზე დაკვრა და ძალიან კეთილია. სიმღერასაც ის მასწავლეს და ძალიან გამემართლა, რომ ის ჩემი მასწავლებელია. ჩემი საყვარელი სიმღერა დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდაეცეს. დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდაეცეს, გაისარჯოს დაბრძოლებში გაიხარჯოს. გაუმარჯოს საქართველოს თესტაზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს. ჩემი გეგმაა, რომ ჰანგების ჯგუფში ვიყო კიდევ 5 წელი, სანამ კარგად არ ვისწავლი სიმღერებს და ფანდურზე დაკვრას. ჩემს სოლო კონცერტს მე ვისურვებდი გერმანიაში. მაინც და მაინც გერმანიაში, იმიტომ რომ იქ მყავს დეიდები და დეიდაშვილები. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ლონდონში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მეგობრული ბავშვები არიან იქ და კეთილი მასწავლებლები ვყავს, რომლებიც გაგიგებენ ნებისმიერ მომენტში, თუ კი რაიმე დავალება არ გაქვს, ან რაიმე არ გააკეთე, ისე სწორად. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ლილე ანანძე. მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში იყოს პოზიტიური. ყველაზე ცელქია ლევან ჭაღალიძე. ყველა ჭკვიანია ჩემს კლასში. მაგრამ ზოგადად ყველაზე ჭკვიანია მარიამ გოგიბერიძე. ყველაზე მშვიდია სესილი ინაიშვილი. მე ვარ ყველაზე მეგობრული, ლამაზი, არც ისე მშვიდი, თბილი, ხალისიანი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ქართულის მასწავლებელი ქეთევან თავაძე. რადგან ის არის ყველაზე გამგებიანი მასწავლებელი, შეუძლია ნებისმიერ მომენტში გაიგოს შენი გასაჭირი, გაითვალისწინოს შენი შემთხვევა და შეუძლია დაგეხმაროს ნებისმიერ მომენტში გვერდში დაგიდგეს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ლინგვისტი. ახლა ვიცი რუსული, ინგლისური და ვსწავლობ გერმანულს. კიდევ მინდა ვიცოდე იტალიური ენა. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი. ახლა მინდა ვიყო 28 წლის, რადგან ოქროს დაბადების დღე მაქვს 28 ოქტომბერს. მაგ დაბადების დღეზე საჩუქრად ველოდები შავ ჯიპს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი უმცროსი და ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი უმცროსი ძმა. ჩემი და არის 7 წლის და ქვია იოლანა. ის არის ცელქი, ლამაზი, განსაკუთრებით პრანჭია, შეუძლია ნებისმიერ მომენტში გაიბრანჭოს, წაისვას მაკიაჟები და ძალიან უყვარს
თავის თავზე მოვლა, ესე რომ ვთქვათ, და ამაში შედის მაკიაჟის გაკეთება. ძმა არის 5 წლის და ჰქვია იოსები. ის არის ცელქი, მოუსვენარი, პატარა და თბილიც. იოსები რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი, რადგან ძალიან უყვარს თამაში. ხოლო იოლანა გამოვა წარმატებული მხატვარი. მამიგო არის კეთილი, გამგებიანი, თბილი, ძლიერი, შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაგეხმაროს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიგო არის ლამაზი, განათლებული, თბილი, საყვარელი, ისიც გამგებიანია და მასაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში გაგიგოს. დედიგო ყველა საჭმელს კარგად აკეთებს, თუმცა განსაკუთრებით მიყვარს მისი გაკეთებული ლობიო, რადგან იმერული რეცეპტით აკეთებს, რაც ძალიან განსაკუთრებულს ხდის. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია საოცნებო მშობლები. მე რომ მწერალი ვიყო, დავწერდი სათავგადასავლურ წიგნებს. თავი პერსონაჟი იქნებოდა ჩემი და. ჩემი საყვარელი ფილმია ჯუმანჯი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს დედამიწაზე დაავადებებს გავაქრობდი და ყველა ჯანმრთელი იქნებოდა. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: თეა რომ არ მერქოს, რა მერქვებოდა? მე თეა დამარქვა დედამ. დეიდა ჩემსაც თეა ქვია და მე დავიბადე მის დაბადების დღეზე და მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი. მაგრამ თეა რომ არ მერქოს, მერქმეოდა ნია. ჩემს შვილებს დავარქმევ იოანეს და მარიამს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა კნუდი. ბედნიერება არის კარგი ოჯახი, ოჯახთან ერთად დროის გატარება და მათი დაფასება. ასევე, როდესაც შენ გაფასებენ და შენ ამას ხვდები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.